უცხოთ? გამარჯობა. ზეგან სიმართლეს გეტყოდა ვერ მოვითმინე სანამ მოხვიდოდი მეორე ძრავი დავშალე. ხო და მოკლედ ესეთ სიტუაციაა. ჩემი საწყალი დუკატის ძრავია ეს სული და გული. ის ყოფილი ძრავი, ეს ახალი ძრავი. მოკლედ ძრავებში ვართ. კაროჩე ამ ძრავს ვყიდულობდი. იასნია დავგუგლე ეგრევე რომ მეთქი აი ყველაფერი თავიდან ბოლომდე რომ ნახო და გავხსენი დიაგრამა ძრავის რა. ამ ძრავის და ეს ხო Street Fighter-ის ძრავია. და Street Fighter-ის ძრავი გავხსენი და პანიგალის. ხო ძრავის кейსი აი ეს მუხლალილვი, შატუნები, გალოკები, რასპრედლები, ყველაფერი აბსოლუტურად არის ერთ-ერთი. ეს ძრავი არის 24-იანი. ხო? მაგიტო უფრო ისქენი. ამ ძრავს გქონდა გავლილი 1000 კილომეტრი. ხო და? ავდა იქი და მეთქი ახალ ძრავს გლიჯავთქო. ხო და დავგუგლე ყველაფერი, ამოვაგდე დუკატის საიძე კატალოგი გავხსენი, აი ფასიანი კატალოგი როა. გავხსენი და ნახე რომ ყველა დეტალი არის ერთი და იგივე. აბსოლუტურად. და მაგიტო ავდა იქი და დავიწვი. მაგრამ მე ტრეკზე რო შევედი, კაი ხა პირველი შესვლა ვერ ვიარე როგორ ხა იცი რომ ჩემბრალი კი არისო ანუ ყოფდები ხა მოსულა რა ერთი წელი რო ვერ იმავშეთ თან ხა ავარიის მე კი არა მარკეს და იმათ მოსდით ხოლმე ხო და მოკლედ ვერ ვიარე რა და მეც რა თქმა უნდა მე ხო ის არა ვარ ხა ვიღაცები ყველაფერს მოტოს რო აბრალებენ მე დავაბრალე ჩემ თავს მე მეთქი გავივარჯიშებ თქო კარჩი ვივარჯიშე და მაინც ვერ დავდე რა ეხა კაი ჩემ თავთან შედარებით დაახლოებით სტაბილურად 2 წამი და საშუალოდ 2 წამნახევრის ნელი ვარ. ხო და ძალიან ცუდი დროა რა. ხო და მეთქი რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ამოვიღე ჩემი ძველი ნასიარულები დრაგიზე ამოვიღე ძველი ტელემეტრია. დავადე ახალს და აღმოჩნდა რომ ყველგან ვიყავი ნელი. მიზეზები ძებნა დავიწყე ეხა მოტოციკლეტი ვიცი რომ ჩემი სასწაულ ჯანზეა ეხა. მანდ ეხა თან მოტოციკლეტის სიმძლავრე ეხა სიმართლე რო ვთქვათ 220 ცხენის ძალა გექნება თუ 215 მანდ დიდი სხვაობა არ არის სიჩქარეში. თენიატო გამოირთო. ტელემეტრია შევადარე. არა მოგმოჩნდა რომ ნელი ვიყავი, დავიწყე ეგრევე მიზეზების ძებნა. ხო და ისე სიარულში სიმართლე რო გითხრა კი ვიგრძენი, მაგრამ ჩემ თავს არ ვაჯერებდი მაინც რომ მაგხელა რაღაც გავმაზე და აღმოჩნდა რომ თურმე ეს კარობკა არის მოკლე. Street Fighter-ის. და მაგას ჩემ თავს ისე არ ვაჯერებდი. მაგას ჩემ თავს იმიტომ არ ვაჯერებდი რომ Street Fighter-ი ხო იმას პადინხა ნელია. ანუ მაჩქარებას კი არ გულისხმობ, ტოპსტვის გულისხმობ რა. და ნახე რა მოხდა. ჯერ ერთი რომ გეარინგი აქვს სხვადასხვა იმის რა, კბილანების. სხვა ზომა კბილანები აყენია Street Fighter-ზე. -1 აყენია წინ. და მაგიტომ ტოპსპიდი ნელი აქვს და სხვათა შორის სხვაობა იცი? დაახლოებით 1500 ბრუნით ნაკლებს ბრუნავს Street Fighter-ის ძრავი, ანუ პროგრამულად რა. და მეც რა თქმა უნდა დავაბრალე მაგას რომ Street Fighter-ი მაგიტოა ნელი, მაგიტო აქვს ნაკლები ცხენები, ასე ბენზინის მიწოდების სისტემაში ჰაერის მიწოდების მილები ამაზე მოძრავია, დუდუკებს რო ეძახიან. Street Fighter-ზე არ არის მოძრავი, ინჟექტორები სხვა უყენია და დარწმუნებული ვიყავ რომ მაგიტოა Street Fighter-ი ნელი, მაგრამ ეს ყველაფერი პანიგალის მიყენია. უბრალოდ შიშველი ძრავი ავიღე და გადმოვნერგე. მაგრამ აღმოჩნდა რომ გადაცემათა კოლოფი არის მოკლე. ეხლა უნდა ავდგე და დავაგრძელო ისევ. დაგრძელება როგორ ხდება? დაგრძელება ხდება, ჩარევა ხდება ამაში. ფიზიკურად. რა გაჭედილია რა იყო? არ გინდა რომ დანებდე? შენაძირავა. ხდება ესე. უნდა ამოვიღო ეს ძრავი ხა უნდა გავხსნა. აქედან უნდა ამოვნერგო ამის გადაცემათა კოლოფი და იქიდან უნდა გავაკეთო ტრანსპლანტაცია. უნდა მოვხსნათ აქეთა ხუფი. სანამ აქეთ ხუფს მოვხსნით. აი აქ უნდა გქონდეს ერთი ცარი
მიმმართველი ნაპრავლებში, რომელიც ალბათ ამან მოიპარა. მართალი, ამან მოიპარა. კაი იყოს აქ. ეხლა ნახე რაშია საქმე. ნახე ხარხმად გერმეტიკი ბოლტზე უსვია. აი, ვერ გავიგე. ბატონო დუკატის მწარმოებლებო. მოგწიეთ შენიშვნა. ხო და ეხლა უნდა მოხსნათ დინამოს ხუფი. მერე უნდა მოხსნათ იქიდან კალათა სციპლენიის მერე კარობკა უნდა გამოუნერგოთ, ერთი ნაწილი უნდა გამოინერგოს გარეთ, მეორე ნაწილი უნდა პირდაპირ ამოვიღოთ. ჩამოდი ჯიგაროში დაბლა. ესეც ესე. დუკატის ძრავს არ აქვს პრაკლატკები, შუასადებები და გერმეტიკით არის აწყობილი და აი ისეთი საშინელი დაწებებულია, რომ აი კარტერის მოხსნაზე ვიბრიდები ხოლმე დუკატის ან ამ ეგეთი მოკლესი. ეს თითქოს ადვილად მოიხსნა. ესეც ესე. გამოდი შემოძირალა. ეხლა ამას მაგნიტი იჭერს ალბათ. ამისთვის ქონდა ერთი პატარა ჯუჯა ატვირთკა. ესეც ესე. დესწვანი ხო იცი რა არის? დახედე? შრეკის სისხლი. ვა, ნახე, ინძრავს იქ სხვანაირი ბოლტები აქვს. ამას სხვანაირი ბოლტები აქვს. ეს ნაძირლები, ეხლა წავედი რვიანი ვიპოვო. მაინც რვიანი კატასას ექნება აქ გაწოვილი. ოპა. რატომ იძალიანდება ეხლა ეს? დავუშავე რამეთმა. რამდენი ბოლტია გარბოდა სადმე ეს მოტორი? ერთი მანუალში ვნახო ეს ამდენი ნიუტონით არის გადაჭერილი. ეხლა დაბლა გვაქვს კიდევ 4. ესე იგი დავიწყეთ ვაგება შპილების. ქალაქში მოტოს ხმარ აღარ ისმის. გუშინ ვაჟაზე გააჩერა პატრულმა მოტო. ხო? მაყუთში გაქვს გადაკეთებული, ოღონ გადაობა გითხრა რესპუბლიკურთან შუგნიშანზე ვიდექით ერთად. სამედიცინოსთან სანამ სამედიცინოდან მიხარ, ხო იცი რესპუბლიკურთან რა? ხო და მანამდე გვერდზე გაუარე და აი სვეტში გეონები გაუარე არა, გამიარა და მარტო ცეპის ხმა ისმოდა. და პატრულმა მაინც გააჩერა. გადაკეთება, მეთქი რა გადაკეთება ხო არ გადავა შენ. ჩვენ ვარ გვეხებაო, მე არ ვიციო, იგივე ტექსტები რაც მე მელაპარაკა პატრული და საბოლოო ჯამში ბოლოს რაციაში გადმოსცეს რომ სადღაც რაღაც მოხდა და წავიდა პატრული. თორე 99% აი უეჭველი წაიყვანდა. აი მილიარდი პროცენტ დარწმუნებული ვარ რომ წაიყვანდა. აი ესე გამოიყურება ციკლენი როცა 1000 კილომეტრია გავლილი ძრავს. 1200 ალბათ. შეიძლება არც კი. ეხლა უნდა მოხსნათ ეს ჯადო. ამას უნდა 30-იანი თავაკი. ხო და ძალიან ცუდი სიტუაციაა. რატომ გვაზიზღებენ თავს?
არა და ბავშვობაში უყურებდი ხოლმე მულტფილმებს და ამერიკაში ვიდეოები რო ხო იცი ხეზე რო შერჩება კატა და პოლიცია რო ჩამოიყვანს და რამე აქედან უნდა გამოვიდოთ იმიტომ რომ იქიდან კაროკა ხომ მაინც უნდა გამოვიდოთ მაიცა მაშინ სლეივიც უნდა მოხსნა როგორი დამპლები არიან მოტო ინდუსტრიაში ამას იცი რა ქვია მონა ანუ იმას ქვია მასტერი რაც წნევას ქმნის რაც აწვება იმას ქვია მონა სლეივი იდეაში ეხლა მე შემიძლია ეს ავხადო რატო ველოდები მართალი ვარ ეს ერთი ეს ორი ერთი და ორი ის მარტო ფილმებშია ხო ადვილად რო იხდება ეგრევე ხელს რომ მოკიდე მე და წკაპ ეგრევე ეგ მარტო კინოებშია ნახოთ ვართ თუ არა მაგ ფილმის ნაწილი ვართ ეს აჯანდაბა გამოყო იარსენსო აი ბავშვო ეს არის დუკატის ძრავი აქ շատ კარაა ხო აიცა მგონი დასტუკულია არა აიცა დასტუკულია ისის დასაშლელი მაქვს მე მეორე ძრავისის მაგრამ ეხლა ნახე აქ რა არის აქ ეს დატრიალდება ეხლა ეს რომ არ დატრიალდეს ჩვენ დაგვჭირდება ერთი თავაკი რომელსაც აი აქ მოტყუებით ჩავდებთ და ტექნოლოგია სამაგერ 6-იანი შეწიკანი რომ დამჭირდება სალამ მომყაროყვას და უშლი არ მექნება იქ ხო იცი რა მომივიდა ამაზე ვიკაცე და გამოვიწერე კლერ კლაჩი რო ხო დისციპლინია რო ჩანს უტრიალებს დუკატიზე ადრე ხო შრალი დისციპლინია იყო ძირითადად ხონა ეგ ვიზუალი ქონდა ჩანდა რა და ამაზეც მეთქი ლამაზად იყოს თქო და გამოვიწერე კლერ კლაჩი გამოვიწერე ჩამოვიდა დავაყენე და მოყვა ეს ხუფი სილამაზისთვის და დაბუქსავდა დისციპლინია ხონა კაკრას მაშინ იტალიაში რო ვიყავი იქ ვიყიდე სულ ახალი ორიგინალი ზეთშიდო და რაღაც და ესეთი სილამაზე ნახე რა მოვიდა შეიჭამა ამის გამო დაბუქსავდა დისციპლინია ხონა მე კიდე იქენი რა ქვია ახალი დისციპლინია გამოვიწერე და რო დავშალე რომ უნდა შემეცვალა მე ვნახე თურმე რატომ დაბუქსავებულა ეს დისციპლინიაც არის სულ ახალი რომელიც შევიძინე სულ ტყუილად სამაგეროდ ზაპასში მაქვს ერთი და მეორე კიდე შემიძლია დავწვა ბევრი დისციპლინია ეხლა ნახე ერთი ვიწყებთ და ამით დავიწყოთ გაპრინდა აჰა ესე და ეს დაგვჭირდება ჩვენ ოდიში ძმაო მოთხოვე შეგვიძლია ეს დისციპლინია ძალიანად გამოვიხოთ მოდი რა ნუ მაიმუნო ეხლა ეს აქ არ დაგვჭირდება ადგილი არ ყოფნის ბიჭო ეს დისციპლინია ამ დისციპლინიის არის მოდი ეხლა ამ კალათას გადავდებ რომ არ ამერიოს
ხელის და კომპრესორის მარტივი მოძრაობით თავისი ვეტულკებით და ჯაჭვი. მე გვინდა ჩვენ რო გადმოვიტანოთ რვიანები. კი უნდა გადმოვიტანოთ რვიანები უნდა მოხსნათ. ეს არ დაგჭირდება, არც ეს არ დაგჭირდება, არც ეს. დაგჭირდება ეს. ეხლა ამ ძრავს დავშლი. მე ხო უნდა ავაწყო ერთი. მე მეორე დაშლს ხوارდა. მე მეორეც ნავაწყო. ნახე რა კარგი რაღაც აქვს აქ გამოსაპრესი. წეღა რა ვთქვი ქუშიან შედგენ არ დაგჭირდება მეთქი. დაგჭირდა ძმაო. აქ ნახე რა აქ. მოდი. ნაი. ეს რო გამოპრესოთ აქედან რო არ ვიწვალოთ გამოპრესვაზე, აი ამას აქ დავუჭერთ, მე აი ამას აქ დავუჭერთ. ესე რიგრიგობით. თვითონ გამოვა. მაგრამ სანამ ამას ბოლომდე გამოვიღებთ, უნდა გამოვიღოთ ქვედა ეგრეთ წოდებული ვილკა. ქვედა ეგრეთ წოდებული ვილკა არის ამის ქვეშ. ამას რა იჭერს? ამას ეს იჭერს. ამას უნდა პატარა ბრტყელი ატვირთვა. აჰა, აქედან გვაქვს შენ დავიმახსოვრო. აჰა. შენ დაისვენე ძმაო. ხანი აღარ დაგჭირდები, აქ დაგჭირდება. თვალები მორიდე. აქ დაგჭირდება 4-იანი შესტიკრანი. აი ეს. ამისთვის დაგჭირდება. ეს ერთი მეორე. ეხლა შეგვიძლია გამოვიღოთ ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ გამონერგვა. აჰა. ესეც ჩვენი გადაცემათა კოლოფი. სო. რას გადასცემს? ნახავ ჯეჯიბზე. მოიცედ ერთზე. ეხლა რაშია საქმე? არა მერიოს. ეს რაც არ გჭირდება. რა კაცინებს? შეჯემა ეს რომ მერიოს, თავიდან მეკნება დასაშლელი. როდავშავ რეგიონად რო ავაწყო ისე. მაგარი იქნება. ეხა ნახე. წავედით ისე ვიქით. ეს არ გჭირდება. ამას წავიღებ ისე უდმე კალათასთან. თავის არ მოვიდეს. შენ მაგას ყბადღება მიაქცია. ოპერატორად გამინდა. აქაც იგივე ოპერაცია უნდა ჩავატაროთ. შაიბავ წამოდი ჩემთან. აუ ამას სენსორი აქვს მაგნიტური ხო იცი? ხონა? ამ დამპლებმა შეცვალეს კულისა ძრავი გადმოუნერგე მაგარმა ბედნიერმა. მაგარი გახარებული ვარ. ახალი ძრავი ჩავდგი მეთქი 1000 კილომეტრია გავლილი და დავქოქე და არ მაქვს ნეიტრალი. რა ხდება გიორგი? და ბოლოს აღმოვაჩინე რომ სხვა კუთხით გება და მე ამის სენსორი დავაყენე. და ამის სენსორი დავაყენე, მე გაჩნდა ნეიტრალი.
მაგრამ აღარ მქონდა სხვა სიჩქარეები, მე მომიწია მაგის დაკალიბრება. ეგე, ეს იყო ვილკის ხმა. ეხლა ჩვენ გვინდა ისევ 8-იანი. მე ისევ 6-იანი. ეხლა თუ კულისა იგივე არაა, მომიწევს მე რო ავდგე და ძველი გიარ სენსორი უნდა დავაყენო, რომელიც ქარხნად იყო დეფექტური. მე ეგ პრობლემა არ მექნება, იმიტომ რომ როცა ცხელდება, მე შტერდება და მე ეგ პრობლემა არ მექნება, იმიტომ რომ ჩემი არ ცხელდება, იმიტომ რომ გლუშწელი მანდან მოხსნილი მაქვს და მაქვს გარეთ გამოტანილი, წინაღობაც არ აქვს. რეის ვიზონი მაყუჩია, პატრულებო გასკდით გულზე, მაგ მოტოციკლს თვალით ვერ ნახავ თქვენ. პატრული ბიძიებო. ვერ ეღირსებით. კავასაკი რო წაიყვანეს. მეორე დღეს წამოვიყვანა ეს ტრეკიდან. რო დამეშალა. და ვაჟაზე გამოვიარდი, იგივე პატრულაში მხვდა. უყურებდნენ, მაგრამ მისაბმელზე იყო ჩემი მხეცი. აჰა, ეხლა ამას აქ დავდებ. მე რახიდან იქით რო გადახდეს, როგორიო? მაინც კულისა ხო იგივეა, ეხლა არ გადამრიოთ. კულისა რო ამოვიღო, შევცვალო. კულისა ყველა ვარიანტი იგივე იქნება, გიარ სენსორი იქნება სხვა. აბა თვალით დავხედოთ. ანა კულისა იგივეა. რა თქმა უნდა. ვილკა კულისა ყველაფერი იგივე იქნება, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ესე იგი, ეს უნდა მოვსხნათ ახლა. პირველ შევაგდოთ. და წავიდა. მიდი პატარა, მიდი. აჰა. და როგორი დამჯერია ეს ნაძირალა. შესვლით რა კარგად შევიდა. ეხლა ნახე, ეს ხო შევიდა, ამას უნდა 3 ცალი 8-იანი. 3 ცალი 8-იანი რო ავიღოთ. ჩვენ გვინდა ეს. თანაა. ლოქტაიტიც ქონია. ეს ახლა უცბად ცხიმისგან გავწმინდოთ. რამხელა წნევა აქ ბიჭო. ძალიან დიდი. დიდმა მანუალმა თქვა 12 ნიუტონია. ეს ახლა ჯობია რომ მოუშვათ. ეს მოჭერილი დატოვება არ შეიძლება. ეხლა კიდე გვინდა, კულისა უნდა დავაბრუნოთ ახლა თავის ადგილზე. კულისა რო თავის ადგილზე დავაბრუნოთ, შესაბამისად ნიშნავს რომ ვილკაც თავის ადგილას უნდა დავაბრუნოთ. ვილკა რო თავის ადგილზე დავაბრუნოთ, ნიშნავს რომ ეს უნდა ავწიოთ აქ, ეს უნდა ჩავსვათ თავის ღარში და ეს უნდა დავაბრუნოთ და ამასაც უნდა გაჭრილი თითი. ამ ხელა წნევა აქვს, ვინა ხელიდან წამართვა. მაგას მაგარ რაღაცას მივაგენი. მაგას გონი ჩემ გარდა რა უნდა ყიდულობს. მოდი აქ. გასაწმენდია დეტალების. შეფმა გააძრო. უცბად. რაღაც საკეთებ და მაინც მაგარ რაღაცა მაქვს და უცბად ოპ გააძრო, მეთქი მოდი აქ. ეგრევე ბიძამ შეიძინა. აჰა, ესეც ესე. ესე. ითი მქონია გაჭრილი. იცი მაგარ ხაზს დამაყენა, ხა ისო დავისხი. თავიდან დავიბადე. ესე, მოდი აქ. ორი მომივიდა. რო არ მინანება მაინც. და ბევრიც არა, კარგი არ გაშრება.
ეხა ამ კაროკას, მაიცით რომელ მატორს ვაწყობთ არ ამერიოთ, ეხა ამას წავიღებ იქით. აჰა. აუ დუკატის კაროკაზე მეთქი აი უეჭველი იმდენი ღირს რომ ნახე ფასი კინაღამ გამოვშტერდი ბიჭო. $150 ღირს. ეგ ხო იცი რას ნიშნავს? რომ დუკატის კაროკა არ ფუშტდება. მართალია. ეხა ნახე. ეს სალფეტკი აქ რო ჩავაყოლოთ, არ გჭირდება. არ გამოადგება ამ ძრავს. ეს ფეხი უნდა იყოს აი აქ. ეხლა ნახე. ეს ნახე ბიჭო როგორი საკის არის აქ. ნახე. ხედავ. აჰა. ჩავიდა. ვაიმე. ჩემგან მხატვარი არ გამოვა. არა მაგარია დუკატი რა. ტექნოლოგიურად ისე განვითარდა ყველაფერი. 2010-იანი მოტოციკლეტი არის. აი ნუ კავასაკის პატრონს ეგ არ გაწუხებთ, იმიტომ რომ 2000-იანი კაროკა გიდოთ 2023 წლამდე. 23-ის ჩათვლით. просто 2000 არა 7-დან 1 და იგივეა. ყოფს კორპუსი იგივეა თითქმის. და ვაფშე მაგარ გითხრა, კავასაკის ქარხანაში იფიქრეს, მოდიო კაროკას პრობლემები აქვს და აი ეს უბაზრობენო რომ კავასაკი ბანძი კაროკა აქვს რაღაცა და რა მოვიფიქროთო, მიმირვა ხო იცი ფანჯდანო ტიპს აგდებენ. მაგან თქვა რომ მოდიო შევცვალოთო კაროკაო და გადააგდეს. და მე ერთმა ტიპმა თქვა რომ მოდიო დაშლა გავამარტივოთო და დუკატზე კი არა კავასაკიზე კაროკა გამოდის გვერდზე. შენს მომას მიწევარ. ეგრე ოპტა გამოიგან. ვერ შეცვალეს. სხვათა შორის გაზაფხულზე მომიყვანეს ჩემი წლენი გადავარდა. ოიზაღი ადამიანია მე კი დადის შენს მომას მიცავარ ნახე თვითონ. დაჯექი მან. დაჯექი და მოვალ. და წარმოიდგინე ბიჭო აი რავი რაღაცას რო ვიტყვი ხოლმე მე აი კავასაკის ფანები და რაღაც ბაზრობენ ხოლმე აი რაც მომას გავსე კაროკა ვერ გააუმჯობეს ეს და დაშლა გაამარტივეს. ვაფშე რაზე ვბაზრობთ. ეხლა გაზაფხულზე მომიყვანეს კავასაკი. და 400 რაღაც მილი ქონდა გავლილი. რატომ მომიყვანეს ხო იცი? კაროკა ქონდა გაფუჭებული. ეხა რაც უნდა ვილაპარაკოთ, ხო იცი? საქმეზე რომ მიდგება, მოვლენ, არუჩეო ძმაო, ეგო არისო. იმიტომ გაფუჭდაო რომ ვიღაცამ ცუდად იხმარაო რა. ერაძინი ხო ისტუკება. და ხო იცი რატო ისტუკება? ჩვენთან ბანძი ბენზინია და ბანძი ზეთია და ოღონდ ძველი ერაძინები ახლები არის ისტუკება. ეგ ახალი ეგ ტაჯიკური ზღაპრების კრებულიდან იყო რომ თურმე ზეთის ბრალი იყო. კორჩი კავასაკის პატრონს თუ უფუჭდება, კავასაკის პატრონს არა, კავასაკის ფანს. რამე ესე იგი ცუდად იხმარა თო შანსია როგორ გაფუჭდებოდა. არა და გადაობა იცი რა არის? კავასაკი ვაფშე არ არის მალფუჭებადი ტექნიკა. საერთოდ აი ძალიან გამძლეა. ვაფშე მე აი დედასპიცა ვარ თუ ხუმრობდე, აი რაღაცა რო ფუჭდება ხოლმე ხო იცი, აი მოტორო ისტუკება, კაროკა რო ფუჭდება, ეგეთ იცი როგორ მიკვი დედასპიცა ვარ, აი მართლა მაგრამ მიკვის ხოლმე, იმიტომ რომ ხატზე შემიძლია დავიფიცო რომ ცხოვრებაში კაროკა არ გამიფუჭებია. არასდროს. სიპლენი ამაკ დრაგს არ თვლი. სიპლენი ერთხელ მაგ დამწვარი. დასტუკვით ჩემ ხელში დიდად არ სტუკავ ხოლმე. არ დამისტუკია ვაფშე, არაფერი. არა, როგორ არა, მაგრამ ჩემბრალი არ იყო. მოტო ვიყიდე ფონჭალაში და ეხა ხო ლაგუნავერია მან ეხა ხო ესტაკადაა. ლაგუნავერე მე დაბადებული ვარ იყო მანამდეც იყო. ხონა მაგ ესტაკადაზე სანამ ამოვედი დაისტუკა. მაშინ ესტაკადა არ იყო პროცესი, შუგნიშანზე ვიდექი. გავჩერდი და შუგნიშანზე რაღაც კაკუნის ხო არ მომეწონა. მეთქი ნეტა რა უნდა იყოს, რაც წარმოვიდგენდი დაისტუკებოდა და დაისტუკა. ეგრევე მივაბრუნე ევაკუატორით უკან და ბულის დამებრუნეს. მაგრამ მე მოტო მინდოდა. ეხა ნახე, ჩვენ გვინდა დემონის ტრაწი. ეს სანამ ძრავი დაიქოქება ეს როდის იქნება ხვალზე, ეგ მაზე ერთი კვირის მერე იქნება თუ როდის იქნება არ ვიცი. სანამ ზეც ამოიტანს, მანამდე მშრალად რო არ იმუშაოს. ეს არის კლადიშებისთვის. ასევე სხვა მოძრავი დეტალებისთვის.
დუკატის ძრავი ისე მიყვარს, აი რა ვიცი, მართლა აი ძალიან მაგრამ აუ შენ просто უკან გაიხედე. ხედავ ძრავს? ეგ ავაწყე გუშინ. ხონა? ეგ просто ეგ გადაობა ისა რომ კატასა ვიცი რომ მალე ჩამოვა, თორე შენ ძმობას ვიცავარ კატასამ რომ ეგ ვიდეოში ნახოს და მე აღარ ჩამოვა. კატასამ უნდა ჩადგას ეგ ძრავიც და იმენა აღარ ჩამოვა. თან გონიოშიო უეჭველი ვიცი რომ თურქეთში დაგაზავს იმენა ქვეყნიდან გაიქცევა. კი ვიპოვი, მაგრამ მე რაღაც რა აწყობს. ესეც ესე. ეხლა ჩვენ გვინდა ჰერმეტიკული სუსი. ფაქტიურად ეხლა რა გამოვიდა რომ მოვჩი აწყობას? მაიმუნობაში კარობკა გადმოვნერგე. სიჩქარეშია. ეს ეხლა რო გავანეიტრალოთ. გავანეიტრალეთ. ნეიტრალიუსი. ხოდა. ეხლა ნახე რაშია საქმე. ეხლა გვინდა ჩვენ გერმეტიკი, ესენი კარგად გავწმინდე. ამ ძველ გერმეტიკს მაინც ვერ მოვაშორე და ყველა უნდა აძრობისას ვიწვალო და ძრავში ჩავყარო. ამიტომ ჯობია რომ რაც უკვე მკვდარია და ზედ არის, ზედ იყოს. ცხიმოვნებას მოვაშორებ და დავიწყეთ მანამდე ეხლა ამას აქ დავასხავ. წერან მივედი ერთ-ერთ მაღაზიაში და უთხარი რომ მე თეთრი ზეწარი მინდა მეთქი. სულ თეთრი თქო. ხოდა იმ გოგომ ქალბატონი იყო და ეგეთ რაღაც როგორი გინდაო რაღაცაო და აი არ მინდა ახლა უთხრა რა პირდაპირ და მეთქი აი ქალბატონო აი ზომა როგორ გაქვთ და ორ საწოლიანი და საწოლნახევრიანი და რაღაცებს მებაზრება და მეთქი ქალბატონო მე ძალიან დიდი ბოიში მასე ქალბატონოზე თაკურეკავს. ხოდა ბიჭო მიხსნის რომ საწოლნახევრიანი და ორ საწოლიანი და აბრეშუმი და მეთქი ქალბატონო მეთქი აი მოდი ეს თვალის ზომით ავარჩევ იმით ავარჩე და ბოლოს მაინც მათქმევინო. მეთქი ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ძრავი უნდა ავაწყო და მაგისთვის მინდა მეთქი და თვითონაც ამოიშვით რომ აღარ მოუწოდა წვალება. პირდაპირ შევიძინე რაც მინდოდა. სხვათა შორის кайფ ფასდაკლება იყო. ხა და 13 ლარი ღირდა. შეგვიძლია დავიწყოთ ამის და ჰერმეტიკება. ვაიმე. ეხა პირველს მაგრა გადააფურთხებს. ხო თქვი. იმენა მაგარი გაბრაზებულია ხომ დიდიღან დაკეტილი მომყავს ეგრევე გიჟივითაა რო აუშვებ. კარაბინივითაა იმენა დავიდა. არა ეს თითო გადავანაწილო თორე იმენა. ოპა ვიდეოებში რო ხო იცი ეს ერთი ხელის გასმით რო გერმეტიკს რო ჰოპ და გააკეთე მოხდა. უნდა მებში ხომ ვიდეოებში ხომ. მე ეს გლეხურად. თაკომ ნასოსი მინდაო და ეხა სადღაც მიბოდიალებს რაღაცით. რაღაცის პაკეჭკა დაშვებული ეხა. უნდა გამოვიცნო რის პაკეჭკა დაშვებული. ვინერვიულო თუ არ ვინერვიულო. ხო იცი რა ვქენი? თაკოს მოტოსთვის, შერკოსთვის. ბიჭებს უთხარი რა ტრანსპორტერში რომ მეთქი ესე მეთქი. საბუთი რო რამე თუ შეიძლება მეთქი რაღაც. სპექშიტი მაქვს რომ ქარხნად უყენია მაგ მოტოციკლს ეგ მაყუჩი. მაგრამ მაგას ვარ გავითვალისწინებთო პატრულმა ბიძიებმა. ცუდმა ბიძიებმა. და მაგას არ გავითვალისწინებთო და ავდგებითო და წავიყვანთ საჯარიმოზეო. მეთქი ოკეი. ავდექი და მე როგორც წინ დახედულმა სამხარაულში ავიღეთ ცნობა რომ მაგ მოტოზე ეგ მაყუჩი აყენია ქარხნულად. ამავდროულად როცა მივედი სამხარაულში კი არა და სამინისტროში და მივიტანე ჩემი მოტოს საბუთი კავასაკის რომ სამხარაულის დაწერილი რომ მაგ მოტოს ეგ მაყუჩი ქარხნულად ეკუთვნის
იცი რა მითხრეს? ჩვენო ძმაო ეგო არ გვაინტერესებს, რომ აი სვეტში გეუნები. ანუ მე ჩემი საბუთი დავწერე, მე ეგ მაყუჩის ვიდეოში ცალკე კიდე იქნება, მაგრამ ანუ საბუთი ხო დავწერე მაყუჩზე. დავწერე არა სამხარულმა დაწერა, რომ კი, ნამდვილად მაგ მოტოციკლეთს Kawasaki ZH2-ს ქარხნულად ეკუთვნის ვანდემონი. ამავდროულად არ არის გადაკეთებული, არ არის აღნიშნული არანაირი კუსტარული კვალი, რამე რომ ეტუდასუდა ბლა ბლა ბლა. როგორც იწერება დასკვნა. მივიტანე ბიჭო სამინისტროში რა, მე-12 ოთახს რო ეძახიან რა. ჩემ ბავშვობაშიც მე-12 ოთახი იყო, ხო? მივიტანე იმაში რა ქვია სამინისტროში, ჩავაბარე და ეხა უნდა განვიხილოთ, ანუ მეთქი რას ვქი განიხილოთ მეთქი. ანუ ეს ის საბუთი არ არის, მეთქი რას თქვენ გინდოდათ მეთქი. ჩვენო შეიძლება მაგას არ დავეყრდნოთო თუ არ დავემორჩილოთო რაღაცა ისე ანუ ვერ მივხვდი ნახე. ანუ ჩვეულებრივ ჩვენ შეიძლება მე დაჩქარებულში გადავიხადე 400 ლარი, ანუ შეიძლება წახვიდე 400 ლარი გადაიხადო დაჩქარებულ საბუთში. მე ეს 400 ლარიანი საბუთი მიიტანო სამინისტროში და იმათ აი ვაფშე არ ადარდებთ ეგ თემა რა. ანუ შეიძლება ეგ საბუთი დაწერა ანუ სამხარაულსაც არენდობიან, მაგრამ რეალურად მანახე რა ხდება. არენდობიან და ენდობიან კი არა. ყველაფერი ძალიან კარგად იცის. იმ პატრონმა ძალიან კარგად იცოდა, მეც ძალიან კარგად მიცნობდა და ისიც კარგად იცოდა, რომ არც ეგ მოტო იყო კუსტარული, არც ეგ მაყუჩი იქნებოდა კუსტარული და მოკლედ ყველაფერი გადასარევად იცოდა. მაგრამ აი ბოროტულად ანუ მე ვთვლი რომ ადამიანი მოიქცა ბოროტულად რა. აი ვიღაცა თან ვაფშე ყველაზე მაგარ არის იცი ასე მე ვაკ პრეტენზია იციაზე რომ პატრონმა მოიტყუა. ანუ მე არ დავუშვებ იმას რომ პატრონს შეეშალა, იმიტომ რომ ვერ შეეშლებოდა. იმიტომ რომ ანუ ფიზიკურად ვერ შეეშლებოდა რომ იმ მანძილზე ვერ დაინახა რომ ავარიული სიტუაცია შექმენი. იმიტომ რომ მოდიოდი დაახლოებით 40 კმ/სთ-ში შეიძლება არც კი. და დაძვრიდან დაახლოებით 130 მეტრში. მითხრეს რომ გამეჩერებინა მოტოციკლეტი და გავაჩერე. ეხლა ეს რა მოვატრიალო ეს გადმოვარდება? მე მინდა რომ არ გადმოვარდეს. და პირდაპირ თხლაშან ვიზო. ხო და იმ პატრონმა ბიძია მოიტყუა რომ მე ავარიული სიტუაცია გავაკეთე. ვის რა ვიდეო ქონა არ ვიცი, მე სხვის ვიდეოებზე ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ჩემი ვიდეო მოვითხოვე სადაც ნათლად უნდა ჩანდეს რომ შევქმნი ავარიული სიტუაცია. ოღონდ ეხლა რომ მითხარ ხო იცი რომ კაი არა არ ითვლებაო რომ არ ქონი ავარიული სიტუაცია, მაინც მოვითხოვ მაგ ვიდეოს. იმიტომ რომ იმ პატრონმა მოიტყუა, იმას არ შეშლია. ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, მაგრამ მოიტყუა. რატომ მოიტყუა? აჰა. ეს ეხლა ჩვენ აქ უნდა დავუმიზნოთ ეს ორი დეტალი. ესე იგი ძრავისა ბოლტიკები ამოვნერგოთ ბარემ დიდი ბოლტები. ესეც უნდა ამოვნერგოთ. და დავიწყოთ. აქ ყველა ერთი ზომის ბოლტია. ეს დამპალი ბოლტი მიდის აი აქ. კაი, ამას მე ძრავს რომ გადავაბრუნებთ, მე გავაკეთოთ. ამიტომ ეს აქ დანარჩენი გარედან აქედან არაფერი არ აქვს. შიგნიდან გვქონდა ორი ცალი, ერთი ეს, მეორე ეს. ეს ჯიგარი მიდის აქ და მოდი მაგნიტით ჩავნერგოთ. ეს ჩავნერგეთ მაგნიტით. ესეც ჩავნერგოთ მაგნიტით. აქ გვინდა ახლა 12-იანები. ხო და ძალიან ცუდია რა. მე ფილმებში, ვიდეოებში, რავი, მულტფილმებში პატრული ბიძიები ამერიკაში და სხვა თბილ ქვეყნებში ეხმარებიან მოხუცებულებს მაგალითად რომ ხეზე რო შერჩებათ კატა საყვარელი ფისო იმის ჩამოყვანაში. ჩვენთან არა. ჩვენთან პატრული მოდის და გიწეს ჯარიმას და მე თან გეუბნება რომ შენ თუ ეს არ მოგწონს, დადი რა გაასაჩივრე რა.
თან ცუდი იცი რა არის? თან თვითონაც იცის რომ თან იტყუება, თან ისე ჯარიმას გიწერს, რაც არ გეკუთვნის. ეგ არის ცუდი თორე. მე რო რამეს დავაშავებ, რაც მე დამიშავებია, რაც მე ჯარიმა მაქვს გადახდილი. ჯარიმები იმდენიმე გადახდილი ძმაო. რავი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ჯარიმა, მეტი ჯარიმა მე მექნება გადახდილი, ოღონდ მართლა ხუნობის გარეშე მომაქვს რა. მაგით კი არ ვამაყობ, просто პატარა რო ვიყავი. ძალიან ბევრი ჯარიმა ავიკიდე. იქიდან გამომდინარე, რომ მე რომ მოტოებს დავჯექი, არ ვიყავი სრულწლოვანი. შესაბამისად, მართვის მოწმობას ვერ ავიღებდი. მართვის მოწმობას რო ვერ ავიღებდი, ეგ იმას ნიშნავდა, რომ ჯარიმებიც დამიგროვდებოდა საკმარისზე მეტი. და ეს ჯარიმები რო დაგროვდა, მეც რა უნდა მექნა, ვაგროვებდი ამ ჯარიმებს და სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჯარიმა დამიგროვდა, რასაც ვერ ვახერხებდი, რომ გადამეხადა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო ფიზიკურად რა, ანუ არ მინდა რომ თქვა რიცხი. რამდენი იყო? აუ ძალიან ბევრი იყო, აი შენ ძმობას ვიცავარ, აი კატასტროფა რა, ხა? შაიბიანები მინდა. ეს აქ. ჯახტი ბიჭო. ესეც აქ, ჯახტა. და მე პატარები. ხო და ბიჭო, აი ძალიან ბევრი იყო რა და რო ვეღარ ვიხდიდი, მე დაგროვდა. მე დარეკეს ახსრულების ეროვნული ბიუროდან, რომ გამარჯობა თო. ისე დროს დარეკეს, რომ მე სახში არ ვიყავი. და ჩემი მოუპასუხეს და რო უპასუხეს, თავისთავად სახში რომ მოვედი, დედაჩემა დარეკესო ახსრულებიდანო და ერთი ბოლტისად გამიგორდა. ამ ლაპარაკში. ხო და დარეკესო ახსრულებიდანო, მეთქი რავი, რა უნდათ მეთქი დედა. მე ხო იცი მეთქი, ანგელოზი ვარ. იმათ რაზე დარეკეს მეთქი, მე არ ვიცი, არ მაინტერესებს მეთქი. სხვათა შორის მაგრამ მოხდა, იმიტომ რომ წამიყვანეს ეხლა რო დედაჩემს ხوار ვეთყოდი, არ წამოვალ მეთქი, ხوار ვეთყოდი, ჩემი ჯარიმა იყო რა. წავედით აღმაშენებლის ხეივანი 13 კილომეტრი რაღაც როგორც არის რა. ხო და მივედით. აი იმ ხალმა დედაჩემს თქვა თქვენი შვილის სახელზეო ჯარიმებიაო და რაღაც ეს ჯარიმები უნდა გადაიხადოთო. და დედაჩემაც რა თქმა უნდა პრობლემა არ არისო, გადავიხდითო. რამდენიაო და იმ ხალმა მისცა იცი როგორ იყო? კაჩი ხა დაგიწერთო მეო და ჩადითო და იმაში გადაიხადეთო რა. დაბლა ბანკში გადაიხადეთო და რო დახედა დედაჩემმა 150 ლარის გულისთვისო ეს ხალხი როგორ შეაწუხეო. ხო და მეთქი არა უშავს დე მეთქი ჩავიდეთ მეთქი რა. ჩავიდეთო გადავიხადე მოგცემ ფულს და გადაიხადე. ერთ სამჯერ მითხარ რომ მოგცემ ფულს გადაიხადე, მოგცემ ფულს. მეთქი დედა მეთქი გავიდეთ აქედან, გავიდეთ მეთქი და აი როგორ იქნა. კიბეებზე რომ ჩამოვედით, მე უთხარი რომ დედა მეთქი, აბა კარგად დახედე მეთქი. 15000 რაღაც იყო გადასახდეთ რა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი იყო და არ თქმა უნდა კარგად ამიხდია. ხონა დამჩა მე ესე და მე ზოგს ვადა გავუვიდა ზოგს რა მე მაინც მომიწია რაღაც დიდი ნაწილიც გადახდა საბოლოოდ ასე რომ ჩემო ძმაო ჯარიმების მე არ მიკვირს ძალიან კარგად ვიცი რას ვაშავებ დაჟე კანონები კი და კანონდარღვევები მუხლების მიხედვით ვიცი ზეპირად ვიცი ასე რომ პატრული ბიძიები რატომ ატყუებენ არ ვიცი ხო და საბოლოო ჯამში ძმაო ძალიან ცუდი სიტუაციაა აჰე თითქმის ბოლოში გავედით თო ო კატასა
ამას რო აწყობს, აი შენ ძმობას ვიცავარ. გულიც გაუსკდი, ანუ ესე ტიპი დასასვენებლად წავიდა და რო ჩამოვა 2 დუკატი აქ ასაწყობი ZX-10-ერი. Yamaha, ყველაფერში ძრავია ჩასდები. Yamaha Raptor-შია ძრავი ჩასადები. იმენა ტიპი დასასვენებლად იყო და სად მოდიხარ კატას. დარჩი, თურქეთი ბევრად უფრო ახლოა. თავს უშველე კატას. კატასა როდის ჩამოდის არ ვიცი. კითხავ მაგას ზუსტად როდის ჩამოვა არ ვიცი, მაგრამ კარჩე რო ჩამოვა, რო ნახავ რო ჩამოვიდა, დავრწმუნდებით რომ ჩამოვიდა, მერე დადე ეგ ვიდეო. რომ მანამდე არ ნახოს. რა შენთვის უკეთესი დღეს დაამონტაჟე. ეხავე ჩამოგიყვან კატასასა. და ორეკა ვეთყვი კატასი ტომიშვილ. შაშენ ხო იცი რა ქნა. გონიოში ჩავედი. ხონა? წყლის სკუტერი. პროსტა კიდევ კაი წყალში არ ჩავაგდე. საღამოა რა ეს 1-6 საათია და დავაჭირე რომ მე ხო იცი ხა წყლის სკუტერი გდია რომ საგამახსენდება რომ დავსდა მივდივარ კოქავ. ხონა? ბიჭო მივედი კნოპკას დავაჭირე არ დაიქოქავ. კინაღამ გამოვშტერდი. ზამოკი არ გახსნა, ვაფშე რეაქცია არ აქვს. აკუმულატორი კაია, ის კაია, ის კაია, ის კაია, მეთქი რა ვქნა. მეთქი კომპიუტერი პრავოდკა, ხო? კაროჩი კატასას ვხარ მეთქი მიშველე მეკ და კიო კაც რა პრობლემაა და მოვიდა. ჩემი ზმაკაცი სკუტო ჩემთან იდგა. დაშალა, კომპიუტერი ამოაცალა, პრავოდკა ამოაცალა. კიდე რაღაც მინდოდა. კაროჩი ყველაფერი დახსნა, მარშრუტკას ვატანო. გამომიგზავნა მარშრუტკის ნომერი. რომ ამადე ესა და ეს მარშრუტკა დაურეკე 10 საათს 11 საათს დაურეკე. მეთქი ოკეი. საღამო მოვიდა ვიცი რომ ბათუმში წავედი რომ დავხვდე მარშრუტკას. ძლივ სადღაც მანქანა გავაჩერე. გადმოვედი ძლივ საი როგორც იქნა და ხედავ მარშრუტკის ძღოლს იმ ყუთს კატასამაც გამოტანა. ხო ეს ვიღაცა ტიპი ართმევს. ანუ იმ მომენტზე გავგიჟდი რომ ვიღაცა ტიპი ართმევს ამასა და იმ ტიპისთვის არ შემიხედე ის ტიპიც ვინ იყო? კატასა. ანუ მარშრუტკას გამოვატანა და მე გადახედა დროს დრო გქონდა და ჩამოვიდა ბიჭო. სკუტერი ავაწყეთ უცბად, მოვხოდეთ და დარჩა და წავიდა. შენს მომას მიცავა. მეთქი კატას რა შვი. სვეჩი გეუბნებს რომ ჩამოვიდა. აი ესე პროსტა უცბად სკუტერი მომახოდინა და წავიდა. მარშრუტის ზოლი წარმოიდგინე იმის გამოვატანა ის დახვდა. ხო, სვეჩიტო. ვინც გამოვატანა, ისე ვის ტიპი დახვდა და მარშრუტკის ზღოლის რეაქცია ნეტა რა იქნებოდა. ანუ ტიპმა მისცა და მერე ჩამოვიდა და აი ეს პოლიციაი რატო აქვს ესე აი მწარედ ჩაჭედილი, რატო ევასებათ ეგეთი რაღაცა. ხა ეს რო ამოვიღო. სუნა ამოვნერგო ეხა აქედან. კაი, ამას მერე ვიზოთ. ხო და ეხა წრიულზე მენა ტრაგედია უნდა დავატრიალო რა. ოღონ მართლა. ტრაგედია რა გაგებით, იცი? კავშირი აი ძალიან მაგრა უნდა ვიარო რა. ეხა ხო ეხლა სპრინტია და სპრინტი და მერე არა ისა რა ქვია. სპრინტიც უნდა მოვიგო, ისიც უნდა მოვიგო, ისიც უნდა მოვიგო, ყველაფერი უნდა მოვიგო. ხო და თან მინდა თან მჭირდება მაგრამ მაგარი შეჯიბრი იქნება დაძაბული როდის არ არის ძმობას გაფიცებ ერთი ის მითხარი ახლა უკვე ყოველთვის არის დაძაბული მე შეჯიბრი არ მახსოვს რო ისა რა ქვია როგორ არ მახსოვს აიცათო როგორ არ მახსოვს თან კარგად მახსოვს მოუყვე? ხონა?
შარშანწინ. ის ცისფერი ბემე რომ მყავდა. კაროჩე. ახლა ახალი. შეჯიბრის დღეს მაგარი რაღაცები მოხდა. გეტყვი რა მოხდა? რობანა დაიმტრა, ჭელო დაიმტრა. დაიმტრა პროცესი. ელიარა გაცურდა. შეჯიბს როგორ დავდიოდი იცი? იმენა გიჟივით. ხო იცი ეს? გიფიროა იმის. ნუ ვაფშე სად მიდიხარ, სად გეჩქარება? ვინ გეძებს, ვის რაში აინტერესებს? აი ძალიან ისეთი შეჯიბრი იყო, რომ სიმშვიდე სიწყნარე, არავის არ უნერვიულია, ტრიბუნაზე არავინ არ იყო, არავინ არ ბალეშიკობდა, არც მე, არც სხვას. მარტო ვიყავი. მეც გეტყვი, თუ გინდა სიმართლეს. მეც ყავდა 84-იანი მეტი. ჯეპეზე 750. სიგნალიზაცია ეყენა და ყვიროდა რომ დაარტყავდი. გერმანულად იგინებოდა რაღაცას. იმაზე მივხვდი რომ იგინებოდა რომ პორნოფილის გახმოვანება რომ ხო გერმანულ რაღაცა კითხავს გამოსცემდა და კაის არაფერს ამბობდა. მაგარი სხვათა შორის მაგარი სვეჟი მოტო იყო. აი ძალიან მაგარი. ჩემიც ეგეთია. შენიც ეგეთია, არ ვიცი, მაგრამ ნუ ხარ ბიჭო თაღლითი მოტოციკლეტი არ გინახავს რა ეგეთია ხო არ გადაობ შენ. თვალით არ გინახავს ბიჭო და რა იცი რომ ეგეთია. ფოტოში. ფოტოში არა იმაში. სადაც მინდა იქ არ შვება. ახალი მოყანილი ძაღლი რო ყავს ხო სახში რო უნდა ასწავლოს სად რა უნდა ქნას. ეგრე ეს გერმეტიკი. როდის სად რა უნდა ქნას. ხო და კაროჩე ამ შეჯიბზე იმენა მაგრად უნდა ვიარო. ამ შეჯიბზე მაგრად ვივლივდი, მაგრამ ადგინდა ბრასვლა დავდიოდი და შენს მობას ვიცავ რა, ხუმრობის გარეშე გეუნები ძმაო. აი ბმები რო დადიან ჯოხით ხო გინახავს. აი ეს ჩვეჩი გინო ეს ჯოხით დავდი 2 წრე ვიარე თვალდახუჭულმა. კიდე კარგად ვიარე რო არ მოვკვდი. მეთქი ბიჭო თავი არ შევანელებ მეთქი, მაგრამ მე რაღაცა მომივიდეს წავიქცე ხო არ გადაო. ჩემ თავს ვინ ჩივის თო? ამ მოტოციკლით მე ვარ მიყიდის. დრაგი როდის არის? მოდით. ესე იგი დრაგი არის 6 და 7. თუ არ ვწდები, მაინც ახედეთ მე 6 და 7-ია ხო? ის არის რა ქვია? დრაგი მაგარი იქნება. ევაკუატორების მაგარი მუშაობა იქნება დრაგზე. მომზადეთ ევაკუატორებო. აქ ერეკლეს ნომერია, ამოანათე. ერეკლეს ნომერი. თუ ეცლება აქ უნდა იყოს ერთი პატარა ბოლტი. სადღაც აქ დავდი. აი აქ არის ახლა და არ მეძახის და ვერ ხედა. თქვენ ხელა კი აღარა ვარ. აუ ამ გაჭრილ ხელს იმენა. ხვალდილ რო გავიგზავნა შეიძლება ამპუტაცია დამჭირდეს. ამ ხელზე. აჰა. სიცის. აუ ამას ახლა რამდენი ნიუტონი ეწერა იქ? მახსოვს. გამზადებული მქონია. შო. ესეც ესე. ეხლა ნახე რა გვინდა, ხო არ გადაობ შენს მომას ვიცავარ. ჰოპ კარტერი, მერე ჰოპ ერთი მხარე, ჰოპ მეორე მხარე. так окей წადი. Run and drive. და შენ რამდენი დაგჭირდა ხა გეტყვი. დრო. შენ ბიჭო თქვი კატასას რამდენი და არა და კატასა პარინგას მაგრაშლის. შენ დაგჭირდა, კაროჩე, ამ ყველაფერში საათი და 50 წუთი. მართლა? კაროჩე, რო არ მებალამუტა, ალბათ საათ ნახევარში მორჩებოდი. რო არ მებაზრა.
მე აქ სადღაც დავდე ამის ეს ჯიგარი არ დამოვიდეს აქ ვიდოს ბარემ ზეთის ლაპა მინდოდა ნახე ბიჭო შიგინდან კარტერი არ გამირიცხია შენს მომას ვიცავ ბიჭო დრაგი არის აი ჩათვალე რომ აი არაფერი წრიულთან შედარებით ჯერ ყველაზე მთავარი ბოქსი არ გინდა მე რა დრაგის მოტოციკლეტი ხურდაფული იღებს რა ძალიან რო გაიჭირო რავი რაღაცას ჩამოიყვან დრაგსტერს გამზადებას რა უნდა დადეს 10 და 15000 დოლარი ხურდაფული არ არის რა თქმა უნდა მაგრამ იმასთან შედარებით 15000 დოლარი წელიწადში გინდა იმაზე რა ქვია წრიულზე დრაგზე მაქსიმუმ ციკლენია გააფუჭო რა უნდა გააფუჭო თუ არ დაიმტვერი დრაგზე რო დაიმტვერი როგორ უნდა დაიმტვერი ნუ ექსპორტი შეიძლება გადაღებას რომ მორჩები ანახი გაჩვენე ვიდეოს მის მაგალითად ვიყავ თან არაერთ ვიდეოს გაჩვენებ აუ გინდა ვაში მაგარი გითხრა ეხა ამას რო ავაწყობ მაგრამ ამას ეს უნდა დავაპრაში უკვე ეხა ავწიოთ ცხენები და ბარემ დინოც გადავიღოთ ისე რას ვფიქრობ რამოდენიმე კაი სტუმარი რო ნახოთ საინტერესო სტუმარი და პოდკასტი რო გავაკეთოთ ჩვენი ხო საინტერესო იქნება ვინმე ესეთი მჭერმეტყველი ამ სფეროში რო ცოდნა გამოცდილება ქონდესონდის არა მოტო ყავდეს თავარია არა რაღაც გამოცდილება რო ქონდეს და მოვიყვანო და კოდუაზე ვაბაზრო ცისფლელები რა სიტყვი რა კოდუა ხოლმე პოსტა რატო თორე კი ენას ძვალი არა აქვს ხო იცი მაღაზია ნათქვა შენს მომას მიცვა ნახე ეხა ფავორიტი ხო ვარ სამი კაცი კაუჩი პირველი სამი კაცი რო საერთოდ რო გავქრეთ რა შეჯიბზე რო აღარ გამოვიდეთ და მე კოდუა რო გამოვიდეს შეჯიბზე და პირველ ადგილზე რო გავიდეს წლის ბოლოს გამოვა მესამე ადგილი და მე პროსტა ვერ ხვდები წინასწარ რაღაცები რატო ილაპარაკა არ ვიცი თან ჩემზე ბიჭო ხო არ გადაოჩი მე ღმერთმა დასაჯა და იმიტომ მატორი კი არა მოტო რაღაცები აურია მაგის მომოტომ ახლა ჩემზე რო ილაპარაკე რა მოტო გაგიძლევს ბიჭო ხო არ გადაო სახში მქონდა ეს 1000 ერერი პატარა მოდელი სათამაშო დავჯექი ღამე ვუდუ გაუკეთე პატარა ვუდუები გაუკეთე ნემსები ჩავარჭე ბორბალში მიდოდა ჩარჭვა მაგრამ მეთქი მე რამე არ მოვიდეს არ წაიქცეს მეთქი და ბენზინასოში ჩავარჭე არაფერიც არ ჭის მაგის მოტოციკლს რაღაცებს იგონებენ ეგენი დანებების თავისებური ხერხი არ ჭიეს და მოტოციკლების ბრალია და არ არის მოტოციკლების ბრალი ნოდარ ნუ ბლატაო ხო და აუ აქ ერმეტიკი მომივიდა 1 ტონა იმენა ძრავს დავასტუკებ იმდენი გერმეტიკია ხო და ჩემო კეთილო მეგობრებო ნახოთ ეხა წლის ბოლომდე რა იქნება ეხა ნახე რა დარჩა ვაფშე იცი რა ვიფიქრე მე ხო იცი ჯიმხანასთან როგორ ვარ მაგრამ ვაფშე ჯიმხანას იცი რატო არ გამოდივარ ანუ რა ხო გამოდიოდი და ბევრი მიზეზი გამო არ გამოდივარ რა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ ბიჭო გზას ვერ ვიმახსოვრებ რა ო მართლა ხონოს გარშ გემ აი ვერ ვიმახსოვრებ ერთი და მე ეგ მარტო ჩემი პრობლემა დებილი კი არ ვარ ყველა ეგრე რაღაცინებს იჭი ხო ანუ ბევრი ეგრე მაგრამ ეგ რო ეგრე არ მოხდეს
ნახე? ის რო ჩემსავით ვიღაც ტიპებს არ დაენძრეთ მას რაღაცებში, მაგიტო ნორმალურ თბილ ქვეყნებში ფიშკასთან რომ მიდიხარ, ხო არის კონუსები დალაგებული. სადაც მას შევხვევ მარჯვნივ, ის კონუსი არის სხვა ფერი, სადაც მას შევხვევ მარცხნივ, ის კონუსი არის სხვა ფერი. წრე სადაც მას ფერების მიხედვით არის რა. და ჩვენთან ყველაფერი სტაფილოს ფერია იმენა რა. და ასფალტზე არის ზოლები. და ასფალტზე არის დახაზული ცარცი და ცურავს. ეხა ბიჭო ნახე როგორი პონტია. ეხა მეორე მხრიდან უაიღო, რეალობა რო თქვა ეხა რა, თუ ცურავს, მარტო ჩემთვის ხო არ ცურავს. ყველასთვის ცურავს. მაგრამ ან მინდა ეხა მაგ პირობებში გამოსვლა რა. ერთხელ ცხოვრობ ეხა ჯიმხანაზე ვარ, ვიხოხიალო და ვიფორთხიალო. მაგრამ ეხა ერთი ცუდი იცი რა არის? ჯიმხანაზე რო გამოვიდე, რითი უნდა გამოვიდე? რა სიტყვა? მან ტყუილა იყურე, მაგ ბემეტი არ გამოვალ შეჯიბზე. ბიჭო, სუპერ მოდელი. მათხოვებს? აუას. ვინ თაკო მეღადავები ისე რას მათხოვებს? ეხა უნდა ვეხვეწო. აი იმაზე რომ მახვეწინა, ეხა მახვეწინოს ის. აი რაღაცა ხო გაუფუჭდება ბიჭო. რაღაცა ამდენი მოტოში და იმ რაიკერი მოტოც ის რაღაცა ხო გაუფუჭდება. აუ როგორ მინდა. რამდენი უნდა ვახვეწინო, იცი იმენა. ძალიან უნდა ვახვეწინო, აი იმენა. უნდა მელოდოს, მე როცა მოვიცლი, მე ისე უნდა გავუკეთო. ეგრეა ძმაო. რო არ მთხოვნის? ვაფშე ბიჭო სლინგშოტიც ვერ გამყვავს, ხო იცი? პლუსი წელის გამო, მაყუჩი. დამჩა ეგ გარაჟის კარები გავაღე, ეს გადავხედე ამაყად და შენს მომბას მძორ ენდურო და ვესპა მყავს სტოკლუსწელები. და ენდუროზე მაგარი გადარჩენილი ვარ, ხო იცი? ჰასკიში დევს მაგის გლუსწელი. პროსტა ბიჭო, მაინც ხო ხდება ხა ტყეში მიდიხარ სასეირნოთ რაღაც უთ არის და მეთქი ხა მაგის ხმა რომ პროსტა რომ მოვუსემინო მეთქი ვინმე მითხარით მეთქი ვისაც ყავს და მაყუჩი აქ რომ მეთქი პროსტა ხმას მოვუსმინო და მე გადავწყვეტ ეგ ხმა მინდა თუ არ მინდა მეთქი და ვერავინ ვერ ნახე ვისაც ეგ მაყუჩი ეყენა თორე აკრაპოვიჩი დევს იმენა მაგარი მე რომ მიყვარს მაგრამ მოტო მოყვარულები ხო იცი როგორ არიან აუ ჰაიაბუსა ბანძი მოტო რა მაგას ვინც ამბობს აი აზრი აღარ უნდა ელაპარაკო რა მე ბიჭო ჰაიაბუსა მევასება მაგრად ჰაიაბუსო ვარდი მაინც და ეს აქ არა ეს აქ და ესეც აქ всё ეხლა აქეთ ხუფიც მივაყენოთ ეხლა ნახე რა ხდება აქ მაგის ელემენტი დიდხანს ვერ გაკაჩავს მოუსდება ადი ესეც მივაყენოთ და დანაჩი მოგესხა? კაია. სხვათა შორის ორჯერ შემესხა თვალში და ფიფსტი. დავიდა. ვაფშე გადაობა გითხრა? 1000 პლუსში რა უნდა ვქნა? თეოშკი უნდა რა კავასაკი საჯარიმოზე დიღმოში თუ წამოვლენ დამიჭერენ რა ვიცი სულ აკონტროლებ მოტოს აი ის ადარი გამოჩდეს დიღმოში საჯარიმოზე როგორ დგას საწყალი საჯარიმოზე უნდა იდგეს ეს მოტო გარაში გრანიტზე მიყენია და გრანიტზე ხალიჩა მაქვს დაგებული და იმ ხალიჩაზე კიდე თბილა დაყენია და ტემპერატურულ რეჟიმს და ტენიანობას ვიცავ გარაში და ანთა საჯარიმოზე არ დააყენე დამპლები 2 1 შედი რა შევიდა მე შენი მოტო არ გახსნა ჯერ აუ როდის გაიხსნებ ეგ რო ხვალ გაიხსნას მე 5 დღეა ფოთშია უკვე ხო ხვალ რო გაიხსნას ზეგ რო წამოვიდეს აზე გვაიწყოს
ბიჭო, დინამოს ხუფის გარდა რისი აწყობა უნდა? დინამოს ხუთი და დინამო თუ გადახილი გავხჭერდა დინამოს შეცვლა უნდა და ხო გაქვს დინამო. კი. შენი მოტოს ნაწილები სად შეიძლება იყოს, მე ვიცი. ჰა? აქ. კი. ცოტა. შალხიძე ანტიკვარიატში. შენსაც წინ ფარში ნათურა კი არა. მართლა. სანთელი უნდა დაანთო. აბა რომელი საუკუნე მაშინ არ იყო მოგონებული ნათურა. всё, ეხლა ვეღარ ჩავიწერთ აქეთ ამ მხარეს და აქეთ ამ მხარეს ხვალ მარტო ავაწყობ. დავჩები მარტო ჩემ თავთან ისა. ჩემ ძრავთან. всё. კარგად იყო.